დიდი მადლობა ბეც, მოგესალმებით ვანო შოუ, პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. რა ბაზარია? რუსკა მაყაშვილთან ერთად. ყოველ სამშაბათს 20 საათზე. პოდკასტის ლინკი აღწერაში. გადაცემის წარმომადგენელია PSP. გადაცემას ტრადიციულად ვიწყებ სოლიდარობით, სოლიდარობას უცხადებ უკანონოდ დაკავებულ ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს, ასევე სოლიდარობა მასთან რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ პატიმრებს. ამ პატიმრებს შორის ყველამ ვიცით, რომ არის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, და სწორედ andros და მის თანამოაზრეების მიმართ გამოხატული სოლიდარობის გამო კულტურის სამინისტრომ რეჟისორის პოზიციიდან გაათავისუფლა დავით დოიაშვილი, ძვირფასო მეგობრებო. ადამიანმა, რომელმაც თავის ხელებით შექმნა და ფეხზე დააყენა თავის დროზე მუსკომედიის თეატრი და ახლა უკვე ახალი თეატრი, ეგ ადამიანი გაუშვეს თეატრიდან. მთელი თეატრალური საზოგადოება დგას ფეხზე და როდესაც მთელი თეატრალური საზოგადოება დგას ფეხზე, მაგ დროს მთავრობა უნდა ელოდოს ხელისუფლებიდან გაყრას. დოიაშვილის გაყრათ, ესეთი არაჩვეულებრივი პოპულარული სპექტაკლია სხვათა შორის. დოის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კულტურის ბევრმა მუშაკმა გამოთქვა საკუთარი აზრი, მათ შორის იყო ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი. ნახოთ რა თქვა მან. არ ვიცი, ეს რას ნიშნავს? ასეთ რეპრესიებს არ ველოდებოდი. მე მაგალითად არ დაგიმალავთ ქალბატონო მანანა და ველოდებოდი. ეგ თქვენ ახლად განკოცებულ საზოგადოებას გიკვირთ ამათი უმსგავსობა, თორე ჩვენ უკვე ერთგვარ აზარტში ვართ შესული. მე ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება დასასრული, რეპრესიები გაგრძელდება, იმიტომ რომ ოცნების გეგმა, იცით რა არის? ოცნების გეგმა არის ეს არის ეს არის ოცნების გეგმა. მაგიდას რომ ხელს გადაუსვამ, ესე და მოასუფთავებ, ეს არის ოცნების გეგმა. ესე უნდათ რომ ველის მოსუფთავება მთლიანად და მერე იქნებიან ტკბილად და ბედნიერად. ჩვენ ვეგდებით სადმე მაგიდის ქვემოთ. მაგრამ არა უშავს თუ არ მოგვეწონა მაგიდის ქვემოდანაც ამოფოფხდებით და ისე გადავირჩევთ. ეს ფრაზა მიყვარს. რამდენიმე დღის წინ თია წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე მივიდა დაბარებული გიორგი გახარია. მიუხედავად იმისა, რომ დაანონსებული ჰქონდათ, რომ არ მივიდოდა და ოპოზიციასაც უთხრა, რომ არ მივალო, მაინც მივიდა. კომისიაზე გახარია და წულუკიანი ერთმანეთს უმტკიცებდნენ, ვინ უფრო ქოცი იყო. გახარია თუ ქოცები, რადგანაც ქოცობა, მე თუ ვკითხავ ადამიანის მენტალური მდგომარეობა, ამ შეჯიბრში გაიმარჯვა ორივე მხარემ. გახარიას მცირე უპირატესობით, მაგრამ გაიმარჯვა ორივე მხარემ. ორივე მხარეს ჩაეთვალა გამარჯვება. ერთი სიტყვით გაიმარჯვა მეგობრობამ, ძვირფასო მეგობრებო. ძალიან საინტერესო რამ მოხდა საგამოძიებო კომისიაზე. გახარიას იქ ყოფნისას ვნახოთ, როგორ მიმართა თია წულუკიანმა კომისიის წევრს ალუ და ღუდუშაურს. ვნახოთ. ჩართეთ რა ქალბატონო ალუდა და წაგვიკითხეთ. ქალბატონო ალუდაო, პრინციპში მაგ კომისიაში წულუკიანი ისეთი ვაშკაცური მამაცი და შეუვალია, რომ მაგის ფონზე კომისიის დანარჩენი წევრები ყველა ქალბატონია, ჩემი აზრით. ამ განცხადების მერე კასპის მერი ქმნის ცალკე საგამოძიებო კომისიას, რომ დაადგინონ ქალბატონი ალუდას იდენტობა. თუ არ გამოცხადდება ალუდა, საქმე გადაეცემა პროკურატურას. და საერთოდ მე მინდა შევახსენო კომისიის თავმჯდომარეს ქალბატონ თეას. დედა და ალუდა, რო იცოდეთ. ძალიან მძიმე და არასასიამოვნო თემას მინდა შევეხო, წარმოუდგენელი რამ თქვა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა, ნახოთ როგორ მოიხსენია საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე. უაზროდ გაწირული ვიღაცის პიარისთვის. ძვირფასო ტელემაყურებლებო, სრული სერიოზულობით მინდა გითხრათ, არ ვიცი ამის მერე კიდევ რა უნდა თქვა. მეტი კიდევ რანაირად უნდა ჩაგვაფურთხონ სულში ქართველებს. მეტი კიდევ როგორ უნდა დაამცირონ ჩვენი გმირები. რა ვიცი, რა გვაჭამა ამისთანა ბიძი და ივანიშვილმა ქართველებს დიდი კოვზებით, რომ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ცხოვრებას. ყველანაირი პროტესტის და აღშფოთების გარეშე. ისე, მართლა ისე როგორ გაგვიხრიტა ბიძი და მყურები, რომ ერთ ყურში შეშვებული ისე მალე გადის მეორე ყურიდან, რომ გააზრებასაც ვერ ვასწრებთ ინფორმაციის. ერთი სიტყვით რუსეთისგან დასმულმა ბიძინა ივანიშვილმა მთელი ერი დაგვაბეჭავა, ოღონდ დაგვაბეჭავა სწორი მიმართულებით, როგორც მათ იციან ხოლმე.
არცა გასაკვირი წულუკიანის ეს განცხადება, ხოცები ხომ გმირობის აზრს ვერ ხვდებიან რა არის. რა აზრი აქვს საქართველოსთვის თავის გაწირვას, თავისთვის საქართველოს გაწირვა უფრო მეც ტოვებს. ალბათ ანწუხელიძეს ჩვენი დროშისთვის ფეხი უნდა დაებიჯებინა და ამათ თვალში მაშინ იქნებოდა გმირი. ესენი ხომ რუსეთის გადმოსახედიდან უყურებენ გმირებს და იმათი გადმოსახედიდან ჩვენი დროშის შეურაცხყოფა ჩაითვლებოდა გმირობად. რა ვიცი, აი ალბათ მე ესე უყურებ. კიდევ რამდენი გმირი შეეწირა პიარს? ჩვენი გმირი მეფე დემეტრე თავდადებული პიარის გამო ეწამა. რაღაც ერთი გოჯი სამშობლოს გულისთვის. რა დიდი ქვეყანა ჩვენ იყავით ახლა მაშინ, რომ თავი გაწირდა. ყველაფერი არის პიარი, ყველაფერი არის პიარი. და დიდგორი თქვენ რომ დიდი გამარჯვება გონიათ. ეს იყო მარკეტინგული აქტივობების ფარგლებში მოწყობილი ფლეშმობი. არ იყო ეგრე, ფლეშმობი იყო, აბა რა იყო? თქვენ გონიათ რომ მხოლოდ თეა წულუკიანი ფიქრობს საქართველოს გმირებზე ასე. მოდით ნახოთ ირაკლი კობახიძის განცხადება. ჩვენ გვჭირდება გმირები, რომლებიც სამშობლოს ემსახურებიან, არა საკუთარი თავის გაწირვით ომში, არამედ იმით, რომ ზრუნავენ ამ ქვეყნის განვითარებისთვის. კობახიძის მიდგომით ერეკლე მეფეს მეზარბაზნეები აღარ ყავთო. რო თქვა, ეგ კაცი იყო ნამდვილი გმირი, თორე ცოტნე დადიანი იყო პოპულისტი, პიარზე ორიენტირებული რადიკალი. თეა წულუკიანის ირაკლი კობახიძის განცხადების და ზოგადად პრორუსული განცხადებების გამო გახარებულმა მარგარიტა სიმონიანმა კრემლიდან განცხადება გააკეთა. მოდით ნახოთ რა თქვა. ჩვენ კიდევ ვნახავთ ახალ ერეკლე მეფეებს ისევ მუხლებზე დაჩოქილს და დედარუსეთს თხოვენ რომ სახში დააბრუნონ. სიმონიანის ამ განცხადების შემდეგ ქვეყნის მტერი რომ ისევ ლევან ბერძენიშვილია, იმიტომაც ვართ ბედნიერი ერი. ოღონდ ილია ჭავჭავაძის ბედნიერი ერი, მტრის არ მცნობი ბედნიერი ერი, მოყრის მგმობი. მე ახლა ხალხს ვეძებ, ერეკლე პაპას რო იცავდნენ ლევან ბერძენიშვილისგან თელავში და გულზე მუშტებს რო იბრახუნენ. და ეგ ხალხი სადახართ? სადახართ ეგ ხალხი? რატომ აღარ იცავთ ერეკლე პაპას? ჩვენს დიდ მეფეებზე იძახის მუხლებზე დაჩოქილიო, ეხლა რუსეთზე ახლაო, წარმოიდგინეთ. რამე საპროტესტო მარში მაინც გამართეთ ერეკლე პაპას დასაცავად, მაგრამ ივანიშვილის გადამკიდე თქვენ თვითონ ხართ დაჩოქილები და რანაირად გამართავთ მარშს? ფიზიკურად გაგიჭირდებათ გადაადგილება და ჩოქილება როგორ უნდა იყოს? გახსოვთ ალბათ წინასაარჩევნოდ ქართულმა ოცნებამ ერთ-ერთ დაპირებად ნაციონალური მოძრაობის გაუქმება რომ დაანონსა. ხო გახსოვთ, ხო და ეგ გაუქმება გადაიდო ძვირფასო მეგობრებო, გადადეს ნაცმოძრაობის გაუქმება გადადეს, თან ჯერ ოცნება ვერ გვეუბნება გაუქმების თარიღმა სადამდე გადაიწია. ჩვენც მოვკვდით ინტერესით, კაცო, გაგვაგებინეთ, როდემდეა ოპოზიციის გაუქმების საათები. გამაგებინეთ. მე რას ვფიქრობ, იცით? ეთყობა გაუქმების კოდი არა აქვთ, თორე როგორ ვერ გააუქმებდნენ? მაგრამ ნაციონალური მოძრაობა რომ არ ელოდება, აი სწორედ მასში გამოვა რომელიმე კოცი და დაიძახეს. ნაციონალების გაუქმების კოდი მიკარნახე რა. ეს ხუმრობა არის გათვლილი მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც მარკეტში მუშაობენ და ერთი სიტყვით ჩვენ ყველა კატეგორიის ადამიანზე გვაქვს გათვლილი ხუმრობა. მოდით ნახოთ ნაციონალების გაუქმების გადადებასთან დაკავშირებით რა განცხადება გააკეთა ირაკლის ზარქუამ. ნუ გეჩინიათ. ყველაფერი კარგად იქნება. რეჟიმი გასამართლდება, ამას აქვს თავისი ვადა, თავისი პერიოდი. ნუ გეჩინიათო, გაიგეთ როგორ თქვა, ნუ გეჩინიათ. მაგარი კომიკი არა. ეს კაცი არის მართლა მაგარი კომიკი რა. აი ხლა გაიუნები, ეს რო იუმორისტულ შოუში მოიწვიო, დაწყვიტავს ხალხს სიცილით. უბრალოდ არავინ არ იწევს. პირველი იმიტომ რომ არავის არ უნდა სტუმრათ და მეორე ის რომ მოსახლეობის ჯანმრთელობას ვუფრთხილდებით. ვისაც გულსიზღდართა დაავადება აქვს, ხო სიცილისგან გამოწვეული მიკროინფარქტის რისკი შეიძლება იყოს მაღალი და გვეჩინია, ძალიან გვეჩინია. გავრცელდა ხმა რომ იმის მერე რაც გომელაურს სანქციების შემდეგ მის საკრედიტო ბარათი კვახად გადაექცა, გავრცელდა ხმები რომ თანამდებობიდან შეიძლება წავიდესო. ადრე თუ იყო უდარდელი მინისტრი, ახლა აშკარად დარდიანობს, ვახო. დარდიანობს კაცი. ანუ როგორც წინა გადაცემაში ვამბობდი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოჩიც ირაკრაკებს გომელაურის წყარო თან თავისი ხელით აშენებული. მე ადრე ვამბობდი რომ თავის ხელით ააშენებს. ისე როგორ კაცო ხარ, მეც გამიკვირდა გომელაურს ხსნით? გომელაურს ხსნით თანამდებობიდან რისი გულიზა? ბაჩიაშვილი გაგეპარათ, გავიგე, მაგრამ ამის გულობიზა?
ამის გულობიზა, ეს უბრალოდ თვითონ გომელაური როგორც ფიქრობთ, ისე გავაჟღერე რა, ამის გულობიზა ხსნისო თუ რაღაცა. ამდენი ნეგატივის მერე მინდა სასიხარულო ამბავზე გადავიდე. მოდით ნახოთ განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივა. განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინურის როგორც მეორე ენის სწავლების შეტანას აპირებს. სწორად არის რიგითობა დაცული მეორე ენა ჩინური, ანუ ეს როგორც მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ენა, ხოლო პირველი ენა რა თქმა უნდა რუსული, როგორც სახელმწიფო ენა და რაც შეეხება ქართულ ენას, ის არჩევითი იქნება. გინდა, აი სწავლე არჩევითი ბავშვისთვის. არ გინდა, ხა ბავშვს ახლა ვერ დააძალეთ, ხო ხდებით რა. მორიგე სასიხარულო ამბავი მინდა გაგაცნოთ, ვინც ნერვიულობდით საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაზე, ვინც დარდობდით იმაზე, რომ ჩვენი დიპლომატიური კავშირები უზბეკეთს და მონღოლეთს ვეღარ ცდებოდა, შეგიძლიათ შვებით ამოისუნთქოთ ძვირფასო მეგობრებო, როგორც იქნა, მაკა ბოჭორიშვილმა შეძლო და ცივილიზებულ სამყაროსთან ჩატეხილი ხიდები აღადგინა. ნახოთ რა სასიხარულო ამბავი დაგვატყდა თავს. ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ბოცვანის საგარეო ურთიერთობის მინისტრს შეხვდა. გილოცავთ მეგობრებო ყველას, გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს ამბავს. ისე მომდევნო ჯერზე შეეცადეთ ცოტა უფრო ძლიერ და განვითარებულ სახელმწიფოებთან იმეგობროთ, რომ რამეში გამოგვადგეს. ბოცვანა ერთადერთი აი ქალაქობანას თამაშის დროს თუ გამოგვადგება, ისიც ბუასოზე რომ მივართ. მართლა რა კარგია ბოცვანასთან თუ უვიზო გვექნება, ავიხდენთ აუხდენელ ოცნებას და როგორც იქნებ ნახავთ ბოცვანას ულამაზეს პეიზაჟებს. ყოჩახ ბოჭორიშვილი, ყოჩახ შენნაირი მინისტრი ინატროს დანარჩენმა მსოფლიომ. მართლა მინდა რომ მართლა ინატროს. სხვათა შორის მინდა შეგახსენოთ, რომ ბოცვანა 2013 წლამდე იყო მსოფლიოში მესამე ადგილზე შიცის ეპიდემიის გავრცელების მხრივ. ჩვენ ქვეყანაში კვლავ გრძელდება უწყვეტი პროტესტი, ახალგაზრდები ყოველ დღე იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე და აპროტესტებენ უკანონო რეჟიმს. მაგრამ მე და ნინოს გვიკვირს და ვერ ხვდებით რას აპროტესტებთ. მოდით ნახოთ რა კითხვა გაუჩნდა ოცნების უდეპუტატეს ნინო წილოსანს. ადამიანები მხოლოდ უწყინარი 5000 ლარი ჯარიმდებიან. ფაქტიურად მისი გადმოსახედიდან რაღაცა უმნიშვნელო კაპიკებით აჯარიმებენ მოსახლეობას. ახლა რა არის 5000 ლარი? ერთი შანელის კაბა მოგივიდეს და ახლა ვიღაცა შანელის კაბის ყიდვის ფული თუ არა აქვს, რა უნდა აქციაზე? ხომ იცის რომ ვერ გადაიხდის და რატო დადის? ნინიკო, იცი უწყინარი 5000 ლარი დაჯარიმება მოქმედებს ადამიანზე, რადგან ამ ქვეყანაში ერთი თვის ხელფასია ჩერჩეტი 1500 ლარი და პენსია დამთრგუნველი 400 ლარი და უწყინარი 5000 ლარი უკვე ხომ ხვდები რა თემაა ნინიკო, ხო? ჩემო ლამაზო ნინიკო, მაგ უწყინარი 5000 ლარისთვის ადამიანებს სჭირდებათ რომ ნახევარი წელი იმუშაონ, რომ ეგ თანხაში აგროვონ და შენ გჭირდება ნახევარი საათი. და რა თქმა უნდა შენთვის უწყინარი, ამიტომ როცა რაღაცას იტყვი, ფიქრს უფრო მეტი დრო დაუთმე, ვიდრე ლაპარაკს. ჯობია ბევრი იფიქროთ და ცოტა ილაპარაკოთ, ვიდრე ბევრი ილაპარაკოთ და ცოტა იფიქროთ. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, ხო ხვდები, ნინ? ყველაფერს აქვს აბსოლუტურად ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს იყო ჩემი უწყინარი მონოლოგი და ჩემს უწყინარ შოუს მუსიკალურად აფორმებს უწყინარი ბენდი თამუნა ლეკვეიშვილის ხელმძღვანელობით. მადლობთ. გადაცემის წარმომადგენელია PSP. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის.